მოგესალმებით, ხალაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერისეჯერის სკოლის სტუდენტების წევრები. მარიო ზეზე, ლიზი ბოლქვაძე, ანანა კაისელი და მარია ხოზროვა. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა იყო შეგვექმნათ მომავლის ქალაქი, სახელწოდებით მომავლის მწვანე და ჭკვიანი ქალაქი. ასევე გავითვალისწინეთ ეკოლოგიური საკითხები, ტექნოლოგიური ინოვაციები და შექმნით თანაგონებელი, ადაპტირებული და ინკლუზიური გარემო. ეს პროექტი განხორციელდა კონკურსში მომავალი საქართველო. მონაწილეობის მისაღებად კატეგორიაში მომავლის ქალაქი. მოგესალმებით, ახალ ფერისეჯერის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა განაცხადებით დღეს წარმოვიდგენთ წვიმის წყლის გენერატორს, რომელიც სწორედ დაკავშირებული არის ამ სარეხის საწვიმართან. მაგრამ შემოგვიცხადოთ ფინალიანების გამო ეს ძალიან გამოსადეგარია და ასევე არ დავკარგავთ წვიმის წყლის ენერგიას. მე შევაძლევთ მე-10 კლასის მოსწავლეთა მომავლის ქალაქის პროექტისთვის მოამზადე დრონის ზედმეტის სივრცე, რომელიც 3 დეპრეზზე დავბეჭდი. ასევე ქალაქის დავბეჭდი მაქვს 2 შენობა. გამარჯობა, მე ვარ ანასტასია ნატარიძე, ფერისეჯერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. წარმოგიდგენთ საპარკინგის სიგრძეში შესასვლელ შლაგბაუმის პროექტს. მოგესალმებით, მე ვარ ფერისეჯერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე კაკობა სილაძე. საპარკინგის სიგრძესთან მანქანის მიახლოებისას ultrasonic სენსორი აღიქვამს მანქანას და გადასცემს ინფორმაციას სერვერს, რომელიც ხსნის გზას მანქანისთვის. ასეთი მოწყობილობები თანამედროვე ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. მოგესალმებით, მე ვარ მე-10 კლასის მოსწავლე მარია ხოზრევანიძე. დღეს მე წარმოგიდგენთ აეროფილიას, ანუ ჰაერის გამწყნელს. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ფილტრავს ჰაერის მონურ შემადგენლობას სპეციალური ბიოფილტრით. არის ხის ენერგიაზე მომუშავე და არაბიძურებს გარემოს. გამიფრთება და ქალაქში დგას როგორც დეკორაცია. მოწყობილობა ინფორმაციას აკროვებს ჰაერის ხარისხზე და ინფორმაციას აწვდის ეკოლოგებს. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ფერისეჯერის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მარია ზილკვაძე, სალომე აკაშიც. ჩვენი პროექტის თემა არის მარილიანი წყლით ენერგიის გამომუშავება. ეს არის პატარა მოწყობილობა, რომელიც გამომუშავებს ენერგიას მარილიანი წყლით. მას აქვს ელემენტის საწვავი და 2 სხვადასხვა ზომის მეტალის ფირფიტა. როდესაც ფირფიტებში მოვათავსებთ წყალს, იწყება რეაქცია. ამ რეაქციის შედეგად ელექტრონები იწყებენ მოძრაობას მავთულების საშუალებით და წარმოიქმნება ელექტროენერგია. ამის შემდეგ ელექტროენერგია მიეწოდება ნათურებს, რის შედეგადაც ნათურა ითება და ეს ნიშნავს იმას, რომ მარილიანი წყალი იწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას. ეს მოწყობილობა არ მუშაობს არც ელემენტებზე, არც რაიმე ელექტროქსელზე, ეს მხოლოდ მუშაობს მარილიან წყალზე. ასე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ეს მოწყობილობა დანადგარდა თვითონ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგარი იქნება აჭარის რეგიონისთვის, ბათუმისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა. გამარჯობა, ფერისეჯერის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ბოლქვაძე. მომავლის ქალაქისთვის მინდოდა გამეკეთებინა ისეთი მოდელი, რომელიც 3 დეპრეზით იქნებოდა დაბეჭდილი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ამბანის კოშკი. ამბანის კოშკის მოდელი ჯერ ციფერკადში ავაწყდი, შემდეგ კი 3 დეპრეზით დავბეჭდეთ სხვადასხვა ზომის. ეხლა კი ვბეჭდავ თიკეთის. ასევე გავაკეთე ამბანის კოშკის მოდელი, შევქმნით პატარა ვერსიებით, მაგრამ მუშაობთ გამომჯობესებას. მოგესალმებით, მე ვარ ფერისეჯერის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე აბაშიძე. მომავლის ქალაქისთვის მე გავაკეთე ჭკვიანი ნაგვისურნა, რომელიც შედგება სერვოძრავისგან და ultrasonic სენსორისგან. ultrasonic სენსორი აღიქვამს ობიექტს, რის შედეგადაც სერვოძრავი ამ ჭკვიანი ნაგვისურნას თავს ახდის და შეგვიძლია ნებისმიერი ნივთის ჩაგდება. მე ვარ ლუკა დარჩიაშვილი, ფერისეჯერის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. დღეს გაგესაუბრებით მომავალი ქალაქის საბაგიროზე. საცობების დროს ის საკმაოდ გამოსადეგარი რაღაცა იქნება გადაადგილებისთვის. ასევე ის მოხდება მზის პანელით, რომელიც მაგრებული არის სახურავზე. მოგესალმებით, მე ვარ თორნიკე გვირკველია, ფერისეჯერის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ჩემი იდეა იყო დრონის მოდელის აგება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ გამოვიდა და დღეისთვის გვაქვს დრონის მცირე მოდელი. გამარჯობა, მე გუგა გუნდაძე. დღეს მე გესაუბრებით ჩვენ დრონის მინი ვერსიაზე. ჩვენს დრონზე არის მიმაგრებული მინი ობსერვატორია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია დავაკვირდეთ ვარსკვლავებს უფრო მარტივად. მე კი შევქმნი საქართველოს მოძრავი დროშა, რომელიც იქნება ჩვენი მომავლის ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო. მოგესალმებით, მე ახალად ფერისეჯერის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე აბზახარაძე. დღეს მე და ჩემი კლასელი გიორგი სუნვანიძე ვისაუბრეთ ჩვენ გაკეთებულ 3D მოდელებზე.
პირველი მოდელი არის ფერიის საჯარო სკოლის მოდელი, რომელიც ავაგეთ და დავბეჭდით 3D პრინტერზე. ასევე აგებული გვაქვს პარკის მოდელი, სადაც დავბეჭდეთ ხე, ბუჩქი და სხვადასხვა რამეები. მე ვიმუშავე ქუჩის განათებაზე, რომელიც ღამით მზის ენერგიით ანათებს ქუჩებს. ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი შეგალს უკიანო.